ველოსიპედის ხმაზე ყოველთვის ხვდები, რომ რაღაც კარგი ველოსიპედია და ეგრევე ვიხედები ხოლმე ბუნებრივად არ ძალიან. ცხოვრება გავს ველოსიპედის მარშრუტს, სადაც შეგვხვდება ყველანაირი გზა. ისე ველოსიპედი მიდის. ანუ ვერ ვიცმენ, რომ არ გავიხედო. გამარჯობა, მე ვარ ვერიკო ბაზალი და დღეს ვეცდები რომ გავცემ ედაშენის ურთულეს კითხვებს, იმიტომ რომ ეს კითხვები არის საკმაოდ სიღრმისეული და რაღაცნაირად ცოტა პირადიც და ძალიან რთულია, ამიტომ შევეცდები რომ რაღაცნაირად გავცე პასუხი. პირველი კითხვა არის, რა არის ყველაზე გრძელი და რთული მარშრუტი, რაც გაგივლია? ზოგადად სამთო სტილში დავდივარ და ჩვენთან სხვანაირად იყოფა ეს სირთულეები. სირთულე ჩემ შემთხვევაში არ არის არამხოლოდ გრძელი დისტანცია, არამედ რამდენად დიდი ამაღლება იყო თითოეულ მარშრუტზე. მაგალითად, ვარ ნამყოფი თუშეთში, თუმცა თუშეთი არ ითვლება ჩემთვის ყველაზე რთულ მარშრუტად. ყველაზე გრძელი მანძილი მაქვს გავლილი 320 კილომეტრი, თუმცა არც ეს ითვლება ყველაზე რთულ მარშრუტად. ორი ესეთი რთული მარშრუტი მაქვს გავლილი. ერთი არის თბილისი, როშკა და როშკიდან შემდეგ გადმოსული ვართ ორ უღელტეხილზე, ეს არის საძელეს უღელტეხილი და გუდამაყრის უღელტეხილი და დავბრუნდით თბილისში და ჩემთვის ეგ ერთ-ერთი რთული მარშრუტი არის, იმიტომ რომ ხრებით მომიწია მთებზე ველოსიპედის ათრევა, საკმაოდ ტექნიკურ დაღმართებზე დაშვება და მდინარეების გადაკვეთა და ძალიან რთული იყო და საკმაოდ დიდი მანძილის გავლა აი ამ დიდ ამაღლებებთან ერთად. დაახლოებით საძელეს უღელტეხილი არის 3300 მეტრზე, როგორც მახსოვს. გუდამაყარი არ მახსოვს, მაგრამ ეგეც საკმაოდ დიდი აღმართები იყო და გრძელი დაუსრულებელი გზა. და მეორე მახსოვს 4-დღიანი ტური ქონდა ბორჯომში და როგორც მტკვრის მარცხენა, ესე მტკვრის მარჯვენა მხრის მთებზე ვიყავით. აქეთ ხარეს კახეთსა და აქეთ ხარეს უკვე პანორამების ბილიკი და შემდეგ პანორამებიდან ლომისაზე გადასვლა. ძალიან გამოწვევებით სავსე 4 დღე იყო, 3 დღე დავგეგმე და მე-4 მოგვიწევა რომ დარჩენილიყავით, ამიტომ ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტი ჩემს ცხოვრებაში და არა ის რომ 320 კილომეტრი გავიარე რაღაც 18 საათში და არც ის რომ თუშეთში ვარ ასული აბანოს უღელტეხილზე. ველოსიპედის ხმაზე ყოველთვის ხვდები, რომ რაღაც კარგი ველოსიპედია და ეგრევე ვიხედები ხოლმე ბუნებრივად არ ძალიან. ოკეი. რა არის ჩემთვის მოძრაობა? გზაზე ყოფნა. რა განცას განიჭებს? ჩემთვის მოძრაობა და გზაზე ყოფნა. ჩემთვის მოძრაობა არის მთავარი. ხშირად მეუბნები ხოლმე ოჯახის წევრებს ვთქვათ, რომ ცოტა ხნით დაისვენე, მოდი, არაფერი არ გააკეთო, მაგრამ როგორც კი აი ეგ პროცესი არის ჩემს ცხოვრებაში, ეგრევე მეწობა დეპრესია. ამიტომ რაღაცნაირად ჩემთვის საჭირო არის რომ ვიმოძრავ ველოსიპედი გაძებს საშუალებას, რომ რაღაცნაირად გამოვხატო საკუთარი თავი და ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს. ერთი რომ თავისუფლება, მეორე საკუთარ თავთან ხარ, ძალიან მიყვარს გარემოს აღმოჩენა და არ ვიცი, მოძრაობა არის მთავარი რაღაცა მგონია ცხოვრებაში, რომ გადარჩე და იცხოვრო. როგორ ფიქრობ ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული თუ თავად ქნით ჩვენს გზას? ძალიან საინტერესო კითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვითანხმობ იმას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი არის წინასწარ განსაზღვრული, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მაგალითად, ჩვენ თუ დავიცემით და გარკვეული პრობლემა შეგვექმნება, ამას აქვს გარკვეული მიზეზი და ეს მოხდა რაღაცის გამო. შეიძლება იმის გამო, რომ ცხოვრება ახალ სურპრიზებს გიმზადებს, ან რაღაც აგარიტე თავიდან, ან რაღაცა საკუთარ თავთან დაფიქრების საშუალება მოგცემ. ამიტომ მგონია, რომ რაღაცები ხდება რაღაცის გამო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. იმიტომ რომ მე თუ მაგალითად დღეს აი აქ დავჯექი და წერ აი ამ ვიდეოს და არ ვაკეთებ ამის მეგრად სხვა რაღაცას, ესე არის ჩემი არჩევანი. ამიტომ მგონია რომ რაღაცნაირად ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ მაინც ამასთან ერთად უნდა დავიჯეროთ გარკვეული სასწაულებისაც და იმის რომ ცხოვრებაში არის რაღაცეები, რასაც უნდა დავაკვირდოთ უბრალოდ და მაგის მიხედვით ვიმოქმედოთ. შემდეგი კითხვა არის, რა არის შენი ყველაზე დიდი შიში? არ გონია რომ ამაზე რაღაც განსხვავებული პასუხი მქონდეს. ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ეგ, რომ ჩემს ოჯახის წევრებს რაიმე დაიმართოთ. ხო. როგორ გინდა რომ ადამიანებს ახსოვდე, როდესაც აღარ იქნები?
მინდა ვახსოვდე რომ ვარ ველოსიპედისტი და მიყვარს და თავისუფლება. გარდა ამისა, რაღაცნაირად მინდა რომ ვახსოვდე ადამიანად, რომელსაც აქვს გარკვეული ცოდნა და ამ ცოდნას გასცემს, ანუ რაღაცა ველო ინსტრუქტორად, ისე ველოსიპედი მიდის. ანუ ვერ ვიცმენ რომ არ გავიხედო. აი ის კიდე ევერიკო, რომელიც კარგი დევს იღებდა. რა გაძლევს ყველაზე დიდ мотиваციას დილით გაღვიძებისთვის? დილით გაღვიძება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს დილით ადრე გაღვიძება, არის კოშმარი, იმიტომ რომ ვიღვიძებ ძალიან ხშირად ნეგატიურ ხასიათზე და დილით мотиваციას მაძლევს ხოლმე თუ მაგათად გვაქვს ველოტური, ეგ მამოტივირებს ძალიან, ან თუ მოსწავლე ვიყავს, ეგ მამოტივირებს ძალიან და ძალიან ესე ფხიზლად და კარგად ვდგები. მგონია რომ მიზანი არის, აი თუ კონკრეტულად დაგეგმილი გაქვს დღე და გაქვს გარკვეული მიზანი, ეგ მაღვიძებს და ეგ მაყენებს კარგ ხასიათზე, რომ დღე დავიწყო ძალიან კარგად. თან კიდე პლუს თუ დღეს ვიწყებ ველოსიპედით, აი მართლა ობიექტურად თუ სუბიექტურად, მაინც სუბიექტურად ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ენერგიას გაძლევს ველოსიპედი და განწყობას გიმაღლებს ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ძალიან საშიშია სიარული და რო გამოდიხარ, სულ საფრთხეები გაქვს, ხან მანქანებს, ხან ძაღლის და რა ვიცი, ზოგადად გარემოსი, მაინც დადებით ენერგიებს აღვიძებს შენში და საქმეს ძალიან მოტივირებულად უდგები მე და აგრძელებ. შემდეგ შეკითხვა არის, როგორ ფიქრობ, რა არის ცხოვრების აზრი შენთვის? ვფიქრობ, რომ ამის პროცესში ჯერ კიდევ ვარ და მგონია რომ კიდევ დიდხანს ვიქნები, იმიტომ რომ ცხოვრების თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა რაღაცა ხდება და სხვადასხვა რაღაცა იძენს ცხოვრების აზრს. თუმცა მთავარი ლაიტმოტივი, ესე რომ ვთქვათ, მაინც არის ის, რომ სამყაროში აღმოაჩინე უფრო მეტი რაღაც, ძალიან დავაფასე უფრო მეტად ურთიერთობები და ვფიქრობ, რომ ურთიერთობა არის ერთ-ერთი რაც ცხოვრების აზრი არის. ძალიან მინდა ბევრი მოგზაურობა, ბევრი შემეცნება, ბევრი ურთიერთობა. და კიდე ერთ-ერთი მთავარი რაც გამორჩა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა შევქმნათ და დავუტოვოთ მომავალ თაობას. ოდესმე გიგრძნია რომ საკუთარ თავს ღალატობდი, სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ვიგრძენი, იმიტომ რომ იმას ვაკეთებდი რაც არ მიყვარდა და მივხვდი რომ მირჩევნია ვაკეთო რაღაცები და არ გქონდეს ძალიან დიდი შედეგი, მაგრამ ვიყო მე. თუმცა ძალიან იშვიათად მქონია ეს შეგრძნება, იმიტომ რომ რაღაცა საკუთარ თავს ძალიან ვუსმენ და ვენდობი. შემდეგი კითხვა არის, რა არის შენი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი? მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი არის ის, რომ რაღაცები თავის დროზე არ დავიწყე, რაღაცები არ ვცადე თავის დროზე და მეგონა რომ აზრი არ გქონდა. და აი ამის გააზრება, იმიტომ რომ როცა ვცადე და როცა დავეწიე, ასე ვთქვათ, ავტობუსს, ჩემი საყვარელი მაგალითი არის ეგ, რომ როცა ავტობუსი ჩაგივლის და შენთვის ეგ ავტობუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ გაჩერება არის ცოტა შორს რა ხედავ, მაგრამ ფიქრობ რომ ვერ მიასწრებ, მაინც უნდა გაიქცე და მაინც უნდა სცადო, იმიტომ რომ რამდენჯერაც ეგ გავაკეთე, პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით ზოგადად ცხოვრებაში, იმდენჯერ გარკვეული შედეგი ჰქონდა. მინიმუმ ის მომენტი არის ძალიან კარგი, როცა რაღაცას არ ნანობ, რა, როცა იტყვი რომ არა შეს მე ხომ მაინც ვცადე. და თუ შენ არცდი მე სინანული გაქვს, აი ნეტა მეცადა რა, აი ნეტა მექნა, ამიტომ აი ეს ნეტა მექნა დავაგროვე ჩემი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ბევრი მქონია და ბოლო რამდენიმე წელია ვცდილობ რომ ნეტა მექნა კი არა, არამედ მიდი რა, გააკეთე. შეიძლება არ იყო ამისთვის მზად, მაგრამ უნდა დაიწყო რომ მიხვდე შენი არის თუ არა და მზად ხარ თუ არა, კაი არ ხარ მზად, მაგრამ თუ არ სცადე ვერ მიხვდები ამას რა. რა არის შენი ყველაზე დიდი დაუცველობა? ეს კითხვა რო წავიკითხე, არ ვიცი და ამაზე საფიქრად მაქვს და ამიტომ ამ კითხვას უბრალოდ ისე დავტოვებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა არის ჩემი ყველაზე დიდი დაუცველობა. ალბათ ემოციები, იმიტომ რომ საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ და ეგ სტრესავს. როგორ უმკლავდები სტრესს? სტრესს უმკლავდები მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებით. მოქმედებ ან საქმეს ვაკეთებ, ან ველოსიპედით გამოდივარ და პლუს მოქმედებაში ვთვლი იმასაც, რომ რაღაც ადამიანთან ურთიერთობ რა, ანუ აი მეგობრებთან ერთად საუბარი ძალიან მეხმარება, ან ოჯახის წევრებთან საუბარი ძალიან მეხმარება და აი ეს ორი უნდა გავაკეთო რა, უნდა ვიმოქმედო და რაღაცა არ გავჩერდე რა, ანუ არ ჩავყვე აი ამ სტრესს. რა არის შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი მომენტი?
ძალიან ბევრი ლამაზი მომენტი მქონია, არ ვიცი. ბაშობაში მინდა დახმარე, რომ გარკვეული მომენტი რომ მქონდა, აი ესე თვალებს დამეხუტე, გადავიღებ ფოტო და სადღაც გონებაში შემენახა. ალბათ სასიამოვნო მომენტები არის ისე ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ვერ ვატარებ და ძალიან მწდება გული და რამდენჯერაც ყოფილა ეგეთი მომენტი, იმდენჯერ აი ძალიან ბედნიერი ვარ, არაფერი არ მაღელებს, ტელეფონი მაქვს სადღაც მიგდებული და აი შვიდად ვარ. ხო, ალბათ ეგ რა, ოჯახის წევრებთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ულამაზეს ხედებზე ვარ ნამყოფი, მზის ულამაზესი ამოსვლა და ჩასვლა მაქვს ნანახი, ცალსახად მაგებსაც ვთვლი, მაგრამ უფრო აი ყველაზე მეტად რომ გამოვარჩიო არის ისევ აი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვნად გრძნობდი მანდ თავს. რას ნიშნავს შენთვის საკუთარი თავის სიყვარული? საკუთარი თავის სიყვარული ფიქრობ ნიშნავს იმას, რომ უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და საკუთარ თავს მოусმინო და არა საზოგადოებას, გარემოს, ოჯახს. ეგ არის საკუთარი თავის სიყვარული. შენი ცხოვრების გზა ველოსიპედის მარშრუტი რომ იყოს, როგორი იქნებოდა ეს გზა? აღმართი, დაღმართი, ქვაგორიანი და აი. ჩემი ცხოვრების გზა ველოსიპედის მარშრუტი რომ იყოს, იქნებოდა ზუსტად ეგეთი. დაღმართიანი ლამაზი ხედებით, ბევრი გაჭირვებით, უწყლობით, რომელიც რაღაცნაირი პრობლემაა, მე მოგვარებით, დაშვებით, თავისუფლების შეგრძნებით, ძალიან გავს მართლა ეს კითხვა პირდაპირ პასუხობს. ცხოვრება გავს ველოსიპედის მარშრუტს, სადაც შეგხვდება ყველანაირი გზა. სპეციალობა შენთვის გაქცევა თუ დაბრუნება საკუთარ თავთან. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დაბრუნება საკუთარ თავთან, იმიტომ რომ გარშემო ხშირად ისე ვართ რაღაცნაირად ჩაფლული, რომ გვავიწყდება, სად ვართ, როგორ ვართ, რას ვაკეთებთ, ვინ ვართ, რატო ვართ და ასე შემდეგ. ანუ მგონია, რომ პირიქით ველოსიპედი მაბრუნებს იქ, სადაც ვარ. შენი ველოსიპედი რომ ვლაპარაკობდეს, რა სიტყოდა შენზე, ჩემზე, ითხოვდა იმას, რომ უფრო მეტი ვიარო, ვიდრე ეხლა დავდივარ. ძენ ხალხს უთქვამ, რაც არ გყავს, გაძლიერებს. ეგრე არის ჩემ შემთხვევაშიც. სირთულების დაძლევით უფრო და უფრო ძლიერდები. ეხლა რუშკულში. და მივიდივარ ზაგაროს უღელტეხილზე და მივიდივარ ზაგაროს უღელტეხილზე წვიმაში ცივა ზემოთ ალბათ თოცხიდიც. არსებობს გზა, რომელმაც შენში რაღაც შეცვალა. ბოლოს დაახლოებით 2-3 წელმა მაჩვენა ის, რომ თითოეული ადამიანი და თითოეული მოვლენა ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის. ამიტომ გზა, რომელმაც ჩემში რაღაც შეცვალა, არის ისეთი მრავლის მომცველი. ბევრი რაღაც ყოფილა, რომელმაც შეცვალა ჩემში რაღაც. მათ შორის ახლა ბოლო 1 წელია ველოსიპედის მართვას ვასწავლე და 100-ზე მეტ ადამიანს ვასწავლე ველოსიპედის მართვა და თითოეულმა ადამიანმა გარკვეული კვალი დატოვა ჩემში და რაღაცები შეცვალა. ამიტომ ყველაფერი გავლენას ახდენს ჩემზე რა, საუბრები, მოქმედებები, გარემო, პროექტი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაც. ეს არის ბოლო კითხვა და ალბათ ყველაზე რთული კითხვაც. რას აკეთებ მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ეჭვი გეპარება? აი ეს გული მიგრძნობს მეხმარება ძალიან, რომ გული მიგრძნობს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ, ან რაღაცას არასწორად ვაკეთებ და ბოლოს წავიკითხე ერთ რაღაცა, რომ იქ იყო რომ პირველ რიგში თქვენი გულის გრძნობა, აი ეს ინტუიცია, რომ რაღაცა გინდა ან გამოვა, არ გამოვა, არის ყველაზე სწორი და ყველაზე მართალი. ამიტომ მაგას საკმაოდ დენდეთ. მაგრამ ნუ მანდ ბევრი რაღაცა შემოდის, რისკები შემოდის, რომელშიც მე გონება ირთვება და რაღაცეებს საზღვრა, მაგრამ აი ეს რომ საკუთარ თავს უნდა მოусმინო რაღაცნაირად, ეგ მეხმარება, რომ საკუთარ თავში ეჭვი აღარ შემეპაროს. და პლუს ჩემი ქმარი მეხმარება მაგაში, რომ საკუთარ თავში ეჭვი არ შემეპაროს და ძალიან მიბიძგებს ხოლმე რაღაცეებში და ჩემი ოჯახის წევრები რა, ანუ გინდა არ გინდა რაღაცნაირად ეს კითხვები გამოვიდა ოჯახის წევრებზე, რაც კიდევ ერთი აღმოჩენა არის საკუთარ თავთან, იმიტომ რომ არ მეგონა ამ ხელა გავლენა თუ ჰქონდა ჩემი ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ მე ნელა ხვდები რამდენად მნიშვნელოვანი არიან შენს გარშემო შენთვის ძვირფასი ადამიანები. რთული კითხვები. სხვათა შორის ველოსიპედზე აღმოაჩინე, რომ ბოლო პერიოდში თუ ესე სოლო რაიდი მიწევს, საკუთარ თავს ველაპარაკები და მაგ დროს ხვდები აი ახლა რა მაწუხებს და რა მაქვს დასამუშავებელი, რა მაქვს მოსაგვარებელი და სტადებს თქვენს კარგი თერაპია. რაღაც ისე შევხედო. დეპრესიულია, მაგრამ გონია რომ თუ ეგ არ დაინახე, ვერ ვხვდები რა პრობლემა გაქვს რა. ალბათ. მე ძალიან რთული კითხვები იყო. ეხაც მე ფიქრება ყველა კითხვაზე და ხელახლა ხო არ ჩავწერო ვიდეო ფიქრობ.
კაი. მადლობა ძალიან დიდი. კარგად. ძალიან კაია. ხანდახან უბრალოდ საკუთარ თავთან ვარ და გვსიამოვნებს. ესეთ ბუნებაში გაშვებას და სეირნობას და ყველაფერს.